უცებ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილს აღარავინ ელაპარაკება, უცებ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად იზოლირებულია, აღარ ელაპარაკება ფაშინიანი, აღარ ელაპარაკება ალიევი, პუტინი, ვლადიმერ პუტინი კი მის პაჟს, ანუ ივანიშვილის პაჟს, ირაკლი კობახიძეს არც ხვდება მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა აშხაბადში, თურქმენეთში კობახიძეს, პუტინთან შეხვედრა კობახიძეს სურდა და გეხსოვებათ როგორ უტრიალებდა, ასე ვიტყვი, ირაკლი კობახიძე ვლადიმირ პუტინს რასაკვირველია დავალების შესაბამისად და რაც ყველაზე საინტერესოა თუ სიმბოლურია, მოდი ასე ვიტყვი, ერდოღანიც კი, რომელმაც რამდენიმე ხნით ადრე მიიღო პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი ზარზეიმით, ერდოღანიც კი ბიზინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, მის ხელის ბიჭებს არასერიოზულად უყურებს, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, ხსენებულ აშხაბადში ირაკლი კობახიძე ერდოღანსაც კი არ შეხვედრია მეზობელი და მძლავრი სახელმწიფოს ლიდერს. ეს რეალურად რომ ვილაპარაკოთ პრობლემაა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა და ამ პრობლემას ის ვერაფრით უმკლავდება, ის აბსოლუტურად იზოლირებულია საერთაშორისო კონტექსტში. კიდევ ერთხელ მინდა ამის თქმა და რაცაც ვამბობ, ეს არაა ემოციური შეფასება, ან მხოლოდ ემოციური შეფასება, ეს არის მწარე, ძალიან მწარე დიპლომატიური კი არ არსებული რეალობა, მეთქი ასე გეტყვით და ახლა აგიხსნით რაც ხდება რეალურად, ოღონდ თავდაპირველად ვიდრე ავხსნი, ხო, მანამდე დავსვათ კითხვები, რომლებიც საპასუხოა, კითხვები, რომლებიც საინტერესოა, როგორ გონიათ, რატომ შეწყდა პირდაპირი კომუნიკაციები ყველასთან პრაქტიკულად, როგორ გონიათ, რას ნიშნავს კობახიძის პერსონალურად იგნორირება, როგორ გონიათ, რატომ არის ეს საქართველოსთვის ყველაზე სახიფათო მომენტი, ყველაზე სახიფათო პერიოდი, პერიოდის სახიფათო პერიოდებს შორის, ბოლოს პერიოდის სახიფათო მომენტებს შორის, რატომ არის ეს? იმიტომ რომ იზოლაცია რასაკვირველია, ევროპისაგან მოწყვეტილია საქართველო, შეერთებული შტატებისაგან მოწყვეტილია საქართველო, პოსტსაბჭოთა სივრცისაგან პრაქტიკულად მოწყვეტილია საქართველო, რეგიონალურ კონტექსტში არ იკითხება საქართველო, უკრაინის მტერი სახელმწიფოა ივანიშვილის საქართველო, ეს არის საქართველოსთვის კვლავ ვიმეორებ ერთ-ერთი უმძიმესი თუ ყველაზე მძიმე ეტაპი, არა ერთ-ერთი უმძიმესი ეტაპი მაინც და რეალურად ესია. დავიწყოთ პასუხებით კითხვაზე, რას ნიშნავს, როცა აღარ გირეკავენ, აღარ გეკონტაქტებიან, აღარც გირეკავენ, არა თუ აღარ გხვდებიან, არამედ აღარც გირეკავენ საერთაშორისო პოლიტიკაში, ერთი მარტივი წესია, რომ იცოდეთ, თუ აღარ გიკავშირდებიან, აღარ გირეკავენ, ნიშნავს, რომ შენ აღარ ხარ საჭირო. ბიზნა ივანიშვილი საჭირო აღარ არის, როგორც ჩანს, და ჩანს საქართველო აღარაა საჭირო ქვეყანა, იმიტომ, რომ ის არაა ორიენტირებული პროგრესზე და მომავალზე, მშვიდობაზე არ არის ორიენტირებული და ორიენტირებულია მხოლოდ წარსულზე, მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის როგორღაც დაწყებაზე და არაფერი გარშემო მას როგორც ასეთი არ აინტერესებს. ეს არის მწარე რეალობა, ეს არის ის რეალობა, რომელიც ბიზინა ივანიშვილმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ფაშინიანი და ალიევი, ანუ ორი მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის რა გინდა რა მიზეზით, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა საბაბით არ წყვეტენ დიალოგს საქართველოსთან, იმიტომ რომ დაკავებულნი არიან. რასაკვირველია, დაკავებულნი არიან, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა როგორც შავი ზღვის ქვეყანასთან, რასაკვირველია, მათთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ისინი წყვეტენ დიალოგს ჩვენთან, იმიტომ რომ ივანიშვილი მათთვის არის უკვე არაადეკვატური ლიდერი, აღარ არის საბოლოო ჯამში ივანიშვილი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა რეგიონში და მის, ანუ ივანიშვილის ნაცვლად გადაწყვეტილებს სამწუხაროდ და სავალალო ამბავია ეს იღებს პუტინი, შესანიშნავად ხვდება ამას პაშინიანიც და შესანიშნავად ხვდება ამას ალიევიც, ამიტომაც პრაქტიკულად გაწყვეტილია ურთიერთობები ჩვენ შორის. რამდენიც არ ელაპარაკა ალიევი ივანიშვილის ხელისუფლებას, პაჟებს მათ გაადეკვატურობაზე, ალიევიც და პაშინიანიც, რომელიც უფრო ხშირად სტუმრობდა საქართველოს, არ უფრო ხშირად ხვდებოდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესენი დე-ფაქტო ხელისუფლება სულ სხვა თემაზე ელაპარაკებოდნენ, ალიევსაც და პაშინიანსაც. პუტინი იღებს გადაწყვეტილებას, მეთქი რომ თქვი, არ გადავაჭარბე. და როდესაც ლიდერი არაფერს თავაზობს ახალს,
არაფერს თავაზობს პარტნიორებს ამ კონტექსტში, ამ რეალობაში. ანუ არც სტაბილურობას, არც პროგნოზირებადია და ივანიშვილი არ არის პროგნოზირებადი ლიდერი, არც ძალას ასხივებს, დასაკვირველია და არც გავლენები აქვს ვიწროდ რეგიონში ან შედარებით ფართოდ. ის ავტომატურად, მოდი ასე გეტყვით, ქრება საერთაშორისო კონტექსტი, რეგიონული კონტექსტიდან ქრება და ის საერთაშორისო კონტექსტიდან ხო გაქრა ბიძინა ივანიშვილმა გააქრო საქართველოს, უფრო ზუსტი რომ ვიყო და მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატები შემოვიდა რეგიონში უფრო მსუხედ, საქართველოს ქრება და გაქრა ივანიშვილმა არაფერი არ შესთავაზა არავის. არც რეგიონში და არც უფრო ფართოდ, არც უკრაინას, არც კავკასიის სახელმწიფოებს, არც აღმოსავლეთის სახელმწიფოებს ცენტრალურ აზიას, არც ევროპას, არც შეერთებულ შტატებს და არც არავის საკუთარი პაჟების გარდა, პაჟებს კი უთხრა რომ მიდით ფული იშოვეთ, რამდენიც გინდათ იმდენი მოიპარეთ, ოღონდ შეიძლება დაგსაჯოთ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე დამამშვიდებელი ტყუილი, რაც ამშვიდებს საქართველოში მოსახლეობის ნაწილს მაინც არის ის, რომ რუსეთთან ყველაფერი დალაგებულია ან დალაგდება. და რაც დალაგებული არაა, იმას ეს ბრძენი კაცი, ანუ ივანიშვილი, რასაკვირველია მომავალში დაალაგებს ტყუილია აქამდე 12-13 წლის განმავლობაში ივანიშვილმა ვერ დაალაგა რუსეთთანაც კი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგენტია, რასაკვირველია, რუსეთში სჭირდება არა როგორც ძლიერი, რომელიც გარკვეული პოზიციებიდან ესაუბრება, არამედ სჭირდება როგორც სუსტი, რომელიც აკონტროლებს საქართველოს, მაგრამ რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე ხმა არ აქვს და რომელიც ვერ ბედავს და ვერ გაბედავს საომავლოდაც მასთან რუსეთთან კამაც, მსჯელობას, რუსეთის ვერ მოსთხოვს რამის დათმობას და ასე შემდეგ. მას სჭირდება, რუსეთს სჭირდება ივანიშვილი როგორც ყურბოჭრილი. მონა ეს არის ფაქტი. ეს ტყუილია რომ დალაგდება მომავალში, იმიტომაც რომ მას ახლავს კონტრკითხვა, მოდი ასე გეტყვით, თუ დალაგებული იყო ივანიშვილი პუტინთან, რატომ არ შეხვდა ეს უკანასკნელი პუტინი ივანიშვილის პაჟს კობახიძეს, რატომ გაუფრთხილდა კობახიძის რეპუტაციას, გაუფრთხილდა კობახიძეს, გაუფრთხილდა საქართველოს ხელისუფლებას აქაო და შიგნით დაგახურავენ თავზეო? არა. პუტინისთვის კობახიძე კი არა, ივანიშვილიც კი არის ჩალის ფასიანი, არაფერია, პუჩეჩია მეთქი გეტყვით. და თან კობახიძეს არ დაგავიწყებს რომ შეხვედრა უნდა და პუტინმა არც განიხილა მასთან შეხვედრა და უნდა გვესმოდეს რომ ეს არ არის პირადი შეურაცხყოფა კობახიძისა, ქვეყნის შეურაცხყოფა, უფრო კობახიძის ან ივანიშვილის შეურაცხყოფა არ არის, ეს არის სიგნალი მოსკოვიდან, თქვენ აღარ ხართ ის ხალხი, ის სახელმწიფო, რომელთანაც საუბარი შეიძლება, ის ხელისუფლება არ ხართ, ვისთანაც შეიძლება საუბარი. მონებს პუტინის სიგნალი დაახლოებით ეს არის, მონებს მე უბრალოდ არ ვესაუბრები, მონებს რომლებიც ისედაც ჩემს ბრძანებებს ასრულებენ, მათთან არანაირ საკითხს არ განვიხილავ. როცა კრემლი პაშსაც კი, აი ივანიშვილის პაშსაც კი არ იღებს, ხო, როცა პუტინი არ ხვდება კობახიძესაც კი, ეს ნიშნავს რომ მეფე, ანუ ბიზინა ივანიშვილი უკვე მეფეც კი აღარ აინტერესებს, მეფეც კი არ არის საინტერესო. ეს არის ერთი ნაწილი და მეორე ნაწილიც ვილაპარაკეთ. პრინციპში მესამე ნაწილი არის ერდოღანის სიგნალი ივანიშვილისადმი. თურქეთი ყოველთვის პრაგმატული ქვეყანა იყო და ახლაც არის და მომავალშიც იქნება. ეს რეგიონალური დიდი მოთამაშეა, რომელსაც ამბიციების განა არ აქვს, რომელიც ერთის მხრივ მიიწევს ევროპისაკენ, მაგრამ ევროპაც უნდა იყოს ადეკვატური. რასაკვირველია, თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, მომავალი უსაფრთხოება ევროპისა, როგორც იქნება ის ევროპის კონტინენტისა, თურქეთის გარეშე ძნელად თუ წარმოსადგენია, პრაგმატული ლიდერია, განსაკუთრებით ერდოღანი, ეს ასაკიანი კაცი. ერდოღანი არასოდეს წვეთს, კავშირებს, ურთიერთობებს, მოდი ასე ვიტყვი, ემოციებით არ ხელმძღვანელობს, ის კვლავ მიმეორებს, ეს დაღვინებული კაცია. თუ ერდოღანი ბიზნეს არასერიოზულად უყურებს, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ვიცოდეთ, მაინც ივანიშვილს აღარ აქვს სარგებელი. თურქეთისთვისაც კი მე გაგახსენებთ, რომ 4-5 მილიარდის ინვესტიციაა გაჩერებული, თურქეთიდან რაც უნდა წამოსულიყო და ამასობაში თურქეთის ერთგვარი კონკურენტი რეგიონში თუ სწორედ სიტყვა, რუსეთი მეტ და მეტ სივრცეს იკავებს, მეტ და მეტ ბიზნესს იკავებს ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ჩინეთიც და თურქეთი, როგორც მეზობელი სახელმწიფო, სულ მინიმუმ, მოდი გეტყვით ასე, გაოგნებულიან
გაოგნებული და განაწყენებული ამ ცდილობანი ერდოღანისა, მათ შორის პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილის მიღება და მისთვის რამის ახსნა, რომ ასე არ შეიძლება, ამაო და ფუჭი აღმოჩნდა და იქ ერდოღანმა იმგვარი სიგნალებიც გადასცა, იმგვარი მესიჯებიც გადასცა ყაველაშვილს, რომელმაც ანკარიდან წამოსულმა თბილისამდე და მე თბილისიდან ნაბასტუმანში ასულმა ეს სიგნალები გარწმუნებთ, რომ ვერ აიტანა. ივანიშვილს მოკლედ აღარ აქვს სარგებელი ერდოღანის გააზრებითაც და ივანიშვილს არ აქვს სარგებელი და რო გქონდეს უთუოდ დაინახავდა თურქეთი ივანიშვილის საჭიროებას და ეს არის უკვე არა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაცია ჩვენი ქვეყნისა, არამედ იზოლაცია რეგიონულ მასშტაბშიც, რეგიონის მასშტაბითაც. დასკვნა ახლა რო გავაკეთოთ არის ესეთი ყველაზე საშიში პერიოდი ახლა ხო დგას ჩვენთვის ყველაზე ცუდი პერიოდი დგას ჩვენთვის ეს ყველაფერი ხდება ჩუმად ეს არ არის სკანდალური ამბავი რო იცოდეთ არ არის არ ახლავს ამ ყველაფერს სკანდალური განცხადებები და არ შეიძლება ახლდეს შეიძლება არ იყოს სანქციები თურქეთი არ დაგიწესებს სომხეთი და აზერბაიჯანის ალბათ არ დაგიწესებენ და აზერბაიჯანზე კი ვართ და მოკიდებულნი ბევრწილად მაგრამ შეიძლება რაღაცეები დალაგდეს მაგრამ საბოლოოდ უკვე ურთიერთობები აღარ აღდგება აღარ გიკავშირდებიან შენ როგორ აღარ აღგიქვავენ შენ როგორც სერიოზულ რეგიონულ სახელმწიფოს აღარ ხვდებიან აღარ გითვალისწინებენ ასე ვიტყვი და ასე შემდეგ და გეუბნებიან ასე დაახლოებით მიდი ააშენე შენ ხო გინდა რომ ააშენო ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატია რაც შენთვისვე არის დამღუპელი მაგრამ მიდი და ააშენე ნახოთ ერთი რა გამოგივა შენ პრინციპში მაინც ღარიბ სახელმწიფოს სუვერენულ დემოკრატიაზე ლაპარაკობს ბიზინა ივანიშვილი მას არც სუვერენიტეტზე და არც დემოკრატიაზე წარმოდგენაც იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ აქვს და ეს ქვეყანა არის იზოლირებული არა მხოლოდ ევროპის მხრიდან არამედ შეერთებული შტატების მხრიდანაც და აგე უკვე რეგიონის მასშტაბითაც რომ ვიცოდეთ რეგიონის ლიდერების რეგიონის ქვეყნების ეუბნებიან დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველოსი რომ ვერც ევროპის ვერც ამერიკის და მათ გარეშეც ვერ არის სუვერენული დემოკრატია როგორც ასეთი ვერ აშენდება შენ იზოლირებული ხარ ჩვენგანაც კი დაახლოებით ეს არის მესიჯი ერევანიდან, ბაქოდან, ანკარიდან და ასე შემდეგ. ეს არის პოლიტიკაში შენი გარდაუვალი სიკვდილის პირველი ეტაპი, მე ცხადია ვერ გეტყვით როგორ დადგება ეს გარდაცვალება, ცხადია ქართულ ხალხს ეკუთვნის მთავარი ხმა ამ ყველაფერში, რეგიონის თუ მსოფლიო ქვეყნები ჩვენ ამაში პოზიციები მათი ლიდერების დაგვეხმარება, მაგრამ მთავარი რასაკვირველი არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელიც ადეკვატური არის, მეთქი, მაგრამ კიდევ უფრო ადეკვატური იქნება პოლიტიკური სპექტრი აღყვეს ოღონდაც და ქართული ხალხი როგორ არ იქნება ადეკვატური და უცებ აღმოჩნდა, ხო, ეს არის სიკვდილის თვალსაზრისით, მეთქი, ვინაიდან აღმოჩნდა უცებ რომ საქართველო ფორმალურად კი არსებობს როგორც სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი, მაგრამ მისი არაფორმალური მმართველი აღარ არის. ბიზინა ივანიშვილს კი ჰქონდა იმედი რომ ის როგორც დიდარი კაცი საინტერესო იქნებოდა სხვათათვის, მაგრამ მისი არაფორმალი მმართველი რეალურად აღარ არის. აინტერესებს სხვათა შორის ეს აქვე უნდა ვთქვათ რომ მაღალი ალბათობით დამატებით შეშლის ისედაც შეშლილს, ისედაც არაორდინალურს და შეურაცხყოფს და არაადეკვატურებს დამატებით რომ ვიცოდეთ არაადეკვატურ ნაბიჯებს გადაადგმევინებს ალბათ მაინც ესე ვიტყვი თვითკრიტიკულობისაგან დაცლილ ბიზინა ივანიშვილს რომელიც უპრაგონოდ აკრებს ხელსა და ფეხს და ამის რესურსი კი ნამდვილად აქვს და ახლა კითხვა რომელიც უნდა დავსვა დადგა თუ არა მომენტი როგორ გონიათ თქვენ როცა ივანიშვილი თავად მიხვდა რომ ის საჭირო აღარ არისთვის რომ ყველაფერი ისე შეიცვალა გარშემო რომ მის საჭიროებას ვეღარ ხედავენ სოფლიო ლიდერები და სოფლიო ქვეყნები და აღარც ატყობინებენ იმის თაობაზე რომ ის მავრია რომ ალბათ საქმე ან გააკეთა ან ვერ გააკეთა სულაც და თუ ეს მომენტი დადგა ანუ თუ ბიზინა აცნობიერებს რაც ხდება მაშინ ის უნდა აცნობიერებდეს იმასაც უნდა ხვდებოდეს რომ კვლავ ვიმეორებ ამ სიტყვას მავრია რომელმაც თავის საქმე არ გააკეთა ან ვერ გააკეთა და თუ ვერ ხვდება ამ ყველაფერს თუ ვერ ხვდება კიდე მეორე ამბავია და მეორე ცუდი ამბავია მას მაინც გაუშვებენ რომ იცოდეს ნებისმიერ შემთხვევაში როგორც ქართველი ხალხი პირველ ყოვლისა მას გაუშვებს მას
შეიძლება ეს რეალობა მე რასაკვირველია ვადებს ვერ დაგისახელებთ ახლა და ვერ გეტყვით რომ აი ხვალზე ბიზინა ივანიშვილი დამთავრდება მეთქი მაგრამ იმას კი გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველია და დამთავრდება იმიტომ რომ მას აქვს კონფლიქტი ქართულ ხალხთან მას აქვს კონფლიქტი სომხეთთან მას აქვს კონფლიქტი აზერბაიჯანთან მას აქვს ერთგვარი კონფლიქტი თურქეთთან მას არ აქვს ნორმალური ურთიერთობები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან როგორც არა ადეკვატურს მას აქვს კონფლიქტი ევროკავშირთან მას აქვს ევროკავშირის ცალკეულ სახელმწიფოებთან კონფლიქტი განსაკუთრებით თქვა გერმანიასთან საფრანგეთთანაც შეიძლება ასე ითქვას სხვებთან და სხვებთან მას აქვს კონფლიქტი უკრაინასთან მას აქვს კონფლიქტი ბრიტანეთთან მას აქვს კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან არსებითად კონფლიქტია ხო ის რაც ხდება ჩვენ შორის და მას არ ხავს პარტნიორი და აი როცა ესე ყველასთან კონფლიქტში ხარ და რუსეთზე ხარ ჩამობღაუჭებული რომელსაც მოთამაშედ არც მიაჩნი ხარ და ხარ მონა მისი ასე მიაჩნია რუსეთს და ასეც არის რასაკვირველია ივანიშვილი მონა შენ განწირული ხარ რუსეთიც კი ხელს ჩაიქნევს მეთქი ადრე თუ გვიან ოღონდ ახლა ცხადია კითხვა კვლავ დავსვა ამ კითხვას როდის მოხდება ეს ანუ როდის შეელებიან ბიზინა ივანიშვილს პირველ ყოვლისა მოსკოვიდან ასე ვიტყვი როდის ჩაიქნებენ მასზე ხელს და როდის მოაგდებენ ასე ვიტყვი საზიძგდად ოღონდ არა იმიტომ რომ მაინც და მაინც რაღაცა მძიმედ უნდა დავასრულოთ მისი ცხოვრება თუ სიცოცხლე არა რასაკვირველია უბრალოდ ის განსასჯელის სკამზე უნდა დაჯდეს ეს არის კითხვა და მეორე კითხვა როდის გახდება ეს როცა დამატებით საშინელებებს ჩაიდენს თუ მანამ სანამ დამატებით საშინელებებს ჩაიდენს კიდევ მოკლედ გამოიყენებენ თუ არა კიდევ რომ დამატებით ჩააბაროს დამატებით სხვა და უფრო მძიმე რეალობა შექმნას ქართული ხალხისათვის თუ მანამდე და დაკმაყოფილდებიან იმით რაც ბიზინა ივანიშვილმა უკვე ჩაიდინა ქართული ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ისტორიის წინაშე მე ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ აი მითხარით როდის დადგება მაინც და მაინც ეხა თვეს კი არ გეკითხებით რომ დადგება ხვალ დადგება ზეგ დადგება მაზეგ ორ თვეში ბიზინა დამთავრდება არ დამთავრდება ბიზინა ივანიშვილი ორ თვეში ერთ წელიწადში თუ დამთავრდება მადლობა უნდა ვთქვათ რასაკვირველია აი ხიადრო ვილაპარაკოთ მაგრამ გვეჩქარება ამავდროულად და მე კითხვა მაქვს ასეთი როდის თქვენ როგორ ფიქრობთ აი დაახლოებით როდის და როგორ თუ გნებავთ ამაზე ვილაპარაკოთ როგორ უნდა დასრულდეს ბიზინა ივანიშვილი არ მელაპარაკოთ ამ ტრივიალური ფრაზებით ერთობა საჭიროა და ასე შემდეგ და მეტი ხალხია საჭირო არც მეტი ხალხია ჯერჯერობით ქუჩაში და არც ერთობაა ეს გავიგე ეს ისედაც ვიცით აი რა უნდა გავაკეთოთ ვინ რა უნდა გააკეთოს საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ფაქტორებმა და ფართო გაგებით პოლიტიკურ ფაქტორებმა ყველანი პოლიტიკაში ვართ გვინდა ეს თუ არ გვინდა მაგრამ რომ დამთავრდება ბიზინა ივანიშვილი ამაში ეჭვი თქვენ არ უნდა შეგეპაროთ ნახვამდის